გეორგი, მოიხედეთ ერთ სამით. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა. არა, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიის შეკითხვებს მეორედ უპასუხა, თუმცა ამჯერად დისტანციური ჩართვით. ძირითადი განსახილველი თემა 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩენაში განვითარებული მოვლენები იყო. წულუკიანის კომისიის წევრები მიანიშნებენ, რომ ჩორჩენაში გახარიამ პოლიციის საგუშაგო თვითნებურად დააშენა, რითაც ახალი ომის საფრთხე გამოიწვია და რუსეთს ქართული მიწების დამატებითი ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. თქვენ დღეს რა მომენტშიც ჩორჩანაზე საუბარი ბოლოში შეგიძლიათ რომ კითხოთ, რომ დავასრულებ შემდგომ ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ. მე რა ჩავიწერ და გადმოვიწერ, ეს ჩემი საქმეა და მომისმინეთ რა კითხვას ვსვავ რა. ხლა მე აქ ის არა მაქვს მართლა მოუწურავი ლიმიტი მოთმინების. თქვენ თქვით ესეთი რამ, რომ ამ ტერიტორიასო რაც მე თქვენ გაჩვენეთ და კიდევ ერთხელ გაჩვენეთ იისფრად 1,000,000 კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. კონტროლდებოდა ეს ტერიტორია თუ არ კონტროლდებოდა, კი თუ არა? ტერიტორიაზე შემოდიოდა ოკუპირებული ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ერთი მაგალითი მითხარით დაკავებულის. იქ რამოდენიმე მაგალითი იყო სახელმწიფო. რამოდენიმე მითხარით? რამოდენიმე მაგალითი იყო, ერთი იყო 2019 წელს, რამოდენიმე იყო 2018 წელს. ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ამ ტყეში დააკავეს კონკრეტულად? ზუსტად ამ ტყეში დააკავეს, მონადირე, როგორც მახსოვს, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. შესაბამისად კი არ დააკავეს, არამედ შეაჩერეს. ესე იგი, საქართველოს მოქალაქეებს შეიარაღებული ოკუპაციის ძალების წარმომადგენლები აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადავრჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა. არა, მე მოყვებით, რომ თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არა აკავებდნენ. შეაჩერეს განაიარაღეს და გამოუშვეს უკან. ბრალდებებს გახარია არ ეთანხმება ის ამტკიცებს, რომ საგუშაგოს ჩადგმაზე გადაწყვეტილება ოცნების გუნდთან შეთანხმებული იყო და ამ ნაბიჯით ქვეყანა ომის გარეშე შეძლო საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შექმნილი იყო გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც ამ საგუშაგოების ჩადგმის აუცილებლობა არსებობდა. უფრო მეტსაც გეტყვით. მას შემდგომ, რადგან ვერ პატრულირებდით და იმიტომ ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე, რომ ჩვენ ვერ პატრულირებდით. ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგოები. გაკეთდა გეგმა. ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ამ გეგმის შექმნაზე, რა თქმა უნდა, სუსიც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც მუშაობდა და შენსიც მუშაობდა. ამის შემდეგ, ივლისის ბოლოს, თუ არ ვცდები, ამ ღონისძიებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე UMM-ის წარმომადგენლები, გორის ოფისის ხელმძღვანელი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მოწვეულები იყვნენ გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მათ გავაცანით, გაეცნოთ ეს ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა. ზუსტად იგივე ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუზიარა UMM-ის წარმომადგენლებს, მე პირადად ზუსტად იგივე კოორდინატებით გაუზიარე მაშინდელი სუსის ხელმძღვანელს გომელაურს. წულუკიანმა გახარიას კითხა, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს აშენების გადაწყვეტილებას იღებდა, გათვლილი ჰქონდა თუ არა წინასწარ მოსალოდნელი რისკები. ზუსტად ისე გავთვალეთ, როგორც მოხდა. კერძოდ? ის რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდებოდა, რაც არ მოხდა. რა გინდათ, რომ ომის რისკი აგერ ვახო იყო ინტერვიუ მიცა გომელაურმა. დაანებეთ ამ ვახოს 10%-იო რა. დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას, დაანებეთ. დაანებებული მაქვს, თვითონ არ დამანება თავი და ეხლა მოითმინეს. ამიტომ ერთ კითხვა დაუსვით სუს, რომელსაც ეგრისკები უნდა გაეცვალა. ჩვენ ვის რა კითხვას სუს, რომელსაც საერთოდ არაფერი არ შეატყობინეთ. სუს, რომელსაც არაფერი არ შეატყობინეთ. დავის პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ თუ
ის რასაც სუსი ამბობს, ეს იყო სიმართლე და ისინი მართლა ასე ფიქრობდნენ, მაშინ არანაირი ახსნა არ აქვს უშიშროებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთ კვირაში რომ ადამიანს რომელსაც აქ რისკებში შეეყვანა ქვეყანა პრემიერად ნიშნავენ და ხმას არ იღებს, ეს არის ღალატი. ეს არის ქვეყნის ღალატი და თუ deep state-მა დაურეკა და დაუჯერეს ამას, ეს კიდევ ორმაგი ღალატია. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს მან გასასვლელი არ გაქვთ თქვენ. იმიტომ რომ იწუეთ. სხდომაზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება გახარიასა და კომისიის წევრებს შორის. ხშირად აქტიურობდა ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. გეორგი, მოიხედეთ ერთ სამით. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა? არა, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. რა იყო შეგეშინდა? წახვედი, ეხლა ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და დგახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. ძალიან ბედნიერი ჩანხარ შორს რო ხარ რა, გიორგი. ეგეთი გულადი თუ იყავებ ჭყალებში, რატო არ მოხვედი აქ და რატო არ ივაშკაცე აქ? ეხლა მომისმინე, ეხლა მომისმინე. დავალება მოხდეს ესეთი? მოიცა, დავალებები. ხულიგანი ხარ? ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე რა. არ გეგო, ვინმეში. გიორგი, ვინმეში არ აგერიო, მომისმინე ეხლა კარგად. შენ ხო იცი მურტფილმის არ იყოს რა. სულ რო ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, იყო მაინც იგივე ხარ, ხო იცი? მურტფილმის არ იყოს. კატის რო ეშინია, ბიჭო არა ვარ რა. მომისმინე ეხლა კარგად, მომისმინე ერთი წუთი ეხლა რა. როდესაც შენ საუბრობ რო აქ ვიღაც ოკუპანტი საქმეს აკეთებ, იქ სადაც მე ვზივარ, ამას შენ ვერ იტყვი. გამიგე? ხალხს გაეცი პასუხი და აქ რო ხალხ შეურაცხყოფას აყენებ. იმ ქართველ ხალხს რომ თითქოს ჩვენი თანამოქალაქეები თურმე იმის გამო დაფიქსირებენ პოზიციას. მოიცა ერთი წუთი ეხლა კაცო. იმის გამო ახლა დაუწიე ეხლა შენ, როცა ვაკუნებ ფეხებს, კაცო, გაჩერდი რა. გაჩერდი დამშვიდი რა. შეკურგელო კაცო, რო გაიპარე აქედან. სხდომაზე დაპირისპირება იყო გახარიასა და ოცნების დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს შორისაც. არის პუჩისტების ლოგიკა. სხვა არაფერი. კარგი, მოდით დამხობაში მონაწილეობა მიღებული ხალხის ლოგიკაა ეს. ეხლა ან მაგას დაადასტურებთ რომ ეროვნული ხელისუფლება ჩემი დამხობილია, ან ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ან და კიდევ ერთი ტოპ მატყუარა ხართ, ისე როგორც ყველაფერში რა. მიჩივლეთ აბა. არა, არ გერს არ გიჩვენე. სადა ეხლა კიდე ისა რა ქვია იმ მადევნინე თქვენ თავი, მე იტალიაში გაიქცევით ან სადმე და სადა გდიოთ ეხლა მე. ხო, არა, აქ იმდენი ცილის წამება მივიღეთ. სოზარი არისო, რომელმაც მიშას არჩევნები ის არა გაუправა და მეორე თქვენ არიყავით პუჩისტი კიდე რა. გაიყო სიმართლე ძნელია, ხო? ხო, ეხლა აბსოლუტურად სერიოზული მატყუარა ადამიანი ბზანდები და უპასუხისმგებლო რა. მართლა. მიშასთან მაგაცობით ვამაყობდით, ეგეც ხუილი, ხო? მიშასთან კი არ ვიცი მაგაცობდი, მიშასთან ერთად მუშაობდი ერთ კომიტეტში წლების განმავლობაში. მანამდე დაუწერეთ, ხო? მე უი, თქვენ ჩვენს ბიოგრაფიებზე გიმუშავებთ? არა. ვიღაცა სულელი რომ რაღაცას ბიოგრაფიას მოუვაროთ. მიშასთან კი არ მაგაცობდი. პარლამენტის წევრები ვიყავით ერთ კომიტეტში. და ქონდა ურთიერთობა რა. შენ ეხლა ძმაკაცო მიშასთან. შენ ეხლა ძმაკაცო კოალიციაში ხარ მიშასთან, ეხლა ძმაკაცო. მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი არ იყო. სოზარ სუბარმა გახარიას რუსეთში გატარებულ წლებზე ჰკითხა პასუხად პარტია საქართველოსთვის ლიდერმა წულუკიანის კომისიის წევრს ურჩია, იგივე კითხვა ბიძინა ივანიშვილს დაუსვას. სკოლა რომელ წელს დაამთავრე? 11-ში ალბათ, 91-ში? დიახ. მაშინ წელიწად ერთი წლის შემდეგ დაიწყო ომი აფხაზეთში, იყავით ომში. ჯარი არ ყავდა, მაშინ მაშინ ყალიბდებოდა, მოხალისეები იყვნენ ძირითადად ვინც მიდიოდნენ. არა, კუპუვარში. ომში არ იყავით. 2 წლის მერე წახვედით მოსკოვში სასწავლებლად და იმის შემდეგ იქ იყავით და ამართავრეთ. ოკუპანტებთან იყავით? არა, თავის ქიცინის დროა ეხლა. ამხელა ხალხს მოგვაყენეთ შეურაცხყოფა. ზოზარ, მე რომ მეკითხები, შენს პატრონსაც კითხავიდი ეს? ივანიშვილს კითხავ 92-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში სად იყო კითხავ? გიკითხია? ხო, ეხლა თქვენ მე ვიზე ამბობთ. გაიგო ზოზარ მამიზეც რომ. როცა 19 წლის ბიჭი არ მიდის ომში. და მიდის მოსკოვში. სამშობლო დაიცვას. იმას მე ძალიან კარგად მესმის, რატო არ სტკივა ეს მილიონი კვადრატული მეტრი. ეგრეთ წოდებულ ჩორჩენას საქმის გარდა წულუკიანის კომისიის წევრებმა ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეკითხვები დაუსვეს 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლაზეც. მაშინ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. პატარა ოთახში, საიდანაც ასე ეფექტურად მართავდა მიტინგის დაშლას, იყო 3 ადამიანი. გიორგი გახარიასთან ერთად იყო ნინო ლომჯარია,
სახალხო დამცველი და დამცველი. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. იმ სხვა ოთახში მუდმივად სხვა არავინ არ იყო, თუმცა ვიღაც ადამიანები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მათ შორის მეც. ეს სოზარც ახლა დავანება აქვს ხაზების პოლიტიკური ხაზების დალაგების და უბერავს. გააგზავნა სოზარ, გააგზავნა. კარგი, ცოტა ზრდილობი. უბრალოდ თქვენზე უკეთეს არავინ არ იცის. ენაგებმება ახლა ისე. ზრდილობიანად. ლაპარაკობ, მაშინ ენაგებმება ხოლმე და გეთხოვა ძალიან. ხო, ეხლა ხო ზრდილობი. ნახეთ რომ სიმართლეა. ნახეთ. არ იყვნენ? ისევე როგორც ის მეს არ მithams. ისევე როგორც ანუ იყვნენ ესე იგი თუ არ გითქვამთ. რა. ხო და ეხლა თქვით რომ ჩემს გარდა არავინ არ იყო და ეხლა თქვით რომ იმ ოთახში ჩემს გარდა არავინ არ ყოფილა. ის იყო კოლეგარი ტყუილი. ტყუილი არის რასაც თქვენ ამბობთ. ნინო ლომჯარია იყო იქ, სადაც თქვენ ტრიალებდით, ასე ვიტყვი. იქ ბევრი ადამიანი მიდიოდა. ნინო ლომჯარია იყო თუ არ იყო? არ მახსოვს, შენობაში იყო დანახული ყავს. დანახული ყავთ. შენობაში რო იცოდეთ. რატო ყვირით? ყრუ კი არა ვარ. რა გაყვირებთ? რატო ყვირით? რატო ყვირით? ნუ ყვირით. კახარია მოცივნისის კონტექსტში პირველად ახსენა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. გერმანიის ელჩი აღმოჩნდა იმ შენობაში მას შემდგომ, რაც როდესაც დაიწყო შტურმი, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს დავავალეთ და ამ დეპარტამენტმა ყველა ელჩს საქართველოში შეატყობინა, რომ ოპოზიციამ დაიწყო ფიზიკური შტურმი პარლამენტზე. როდესაც ეს აგრესიული მასა იყო და მართლაც მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტზე, ელჩი და დეპუტატები იქ რო ყოფილიყვნენ, ისინი უნდა გაგეყვანათ იქიდან. ნუ თუ არავინ არ გირჩიათ, რომ იქიდან უნდა გასულიყვნენ ისინი. ელჩი უпроშობსაც შემიძლია წავიდეთ. სახელმწიფოს მიერ დაცული პიროვნებაა და იმის მაგივრად სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს იქ წინა ხაზზე რო არ ერბინა და კამერებზე რო არ გამოჩენილიყო და წინა ხაზზე რო არ ყოფილიყო ელჩისთვის ეს უფროსი ვალდებული იყო რომ ყოფილიყო. უკეთესი იქნებოდა. კი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე თავის საქმის პროფესიონალი რო არ იყოს, თქვენ იმოცივნისიდან კიდევ მეტი ზიანით გამოიყვანდით ქვეყანას. წულუკიანის კომისია გახარიას უცხოეთში ვიზიტითაც დაინტერესდა. გარდა ამისა, ოცნების დეპუტატებმა პარტია საქართველოსთვის ლიდერს კითხეს, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ ადასტურებთ, რომ ახლა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. დიახ, ვადასტურებ. და თქვენც იქნებით ჩართული თუ უკან ისე ბექსტეიჯზე უკანა სრულად ვიქნები. სადღაც სასტუმროში იქნებით თუ სრულად ვიქნები ჩართული თქვენ არ იღებთ. ანუ ბექვეი ტიკეტიც გაქვთ. რუსულად როგორ ხელავთ ამ რუსულად არ ვიცი როგორ არის. ერთი კითხვა მაქვს. კარგი. კაცო, გადავდექი და რატომ მიგვატოვებ? წავედი და ებიჭო როდის დაბრუნდები სწრაფად ძალიან მოგვენატრევდა. ივანისმა იცის ასე რომ გიყვართ, კაცო. გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაზე 2 საათს გაგრძელდა. ეს გზა ჩორჩანაში ვერ ჩაგიყვანთ, გიორგი. კარგი. თქვენ მაინც კარგად მოიკითხეთ ჩვენი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელ პარტიას ეკუთვნით, რომელ კოალიციას ეკუთვნით, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ თქვენ სრულად არ ფლობთ საკუთარი პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ეს სხდომა თუ კითხვები არ არის ამ ნაწილში დასრულებულია, თუ დავასრულეთ? რამე გინდათ რომ თქვათ კიდევ? არა გავიცი. ნახვამდის სხდომა არის დახურული, გთხოვთ გათიშოთ ეთერი. ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პარტია საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ ოცნება გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს კერავს, რომელიც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. გახარია უკვე რამდენიმე კვირა უცხოეთში ვიზიტით იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში.